მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ისე გავარდა ეს წელიწადი, რომ ალბათ ბევრს გონია, რომ კვლავ სადღაც ზღვაზე ვისვენებთ და ამ დროს უკვე ნაძვის ხეს ვრთავთ და ველოდებით ლამაზ დღესასწაულს. როგორი იყო ეს წელი საქართველოსთვის, რას გავუძერით, როგორ ტურბულენტობას? მთავარია არ ჩამოიშალა ქვეყანა, არ ჩავერთეთ ომში, რაც მთავარი იყო, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ბევრი სიკეთე არის, რაც არის ქვეყანაში და არის კიდევ საინფორმაციო საშუალებები, რომელიც მუდმივად ტყუიან თუ რა ხდება მსოფლიოში. მაგალითად პარიზში ჩვენი ულამაზესი საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს რუსეთის კინოს ფესტივალს. ერთი კვირა გადაჭრელებულია თელი საფრანგეთი და არაჩვეულებრივი მოვლენა არის ეს. და ძალიან ლამაზი. კუშნერი თავისი დიდი რაზმით მე-6-ს სტუმრობს მოსკოვს და მე მგონი რაღაცა ჩვევად ექცა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბრიუსელს, იქ გაყინეს 200-ზე მეტი მილიარდი რუსული აქტივები, რომელიც არ გადასცეს უკრაინას, რა თქინდაო პრობლემებიო ბრიუსელის თავკაცმა თქვა. მერე რუსებიო კარგი იურისტებს იპოვიან და მოგკითხავენ მოკლედ ჩვენო. საოცარი ამბები ხდება, ცალკე მაკრონი იქ იხვეწება არიქა შემახვედრეთ პუტინსო და არის დიდი გაწია გამოწია. ქართულ ტელეარხებს რა თქმა უნდა არ გულისხმობთ ჩვენს ძვირფას ტელევიზიას პოსტივის და ადეკვატურად მოაზროვნე ტელევიზიებს, მაგრამ ისეთი ხდება, რომ გონია რომ საერთოდ სხვა პარალელურ სამყაროში ცხოვრობ. მინდა შევაჯამო ეს წელი და ვისთან თუ არა დავით ქართველიშვილთან, არაჩვეულებრივ ანალიტიკოსთან, ადამიანთან, რომელიც მუდმივად ერთი სიმართლეს ამბობს, მეორეც ერთი საქართველოს მართლა სამხრეთ საზღვრების სადარაჯოზე დგას და ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია ყოველთვის დავეკითხოთ, რა ვქნათ და რა იქნება მომავალში. დათო, მოგესალმები. მოგესალმები ლალი, ყოველთვის დიდი ზეიმია ჩემთვის შენ სტუდიაში და შენს არაჩვეულებრივ გადაცემაში მობრძანება. მადლობა, ძალიან დიდი და მოდი ჯერ გადავხედოთ რა იყო. შენ რა დაგამახსოვრდა ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მაგ. გადასარევი წელი იყო ჩემო ლალი, რთული, მძიმე, მაგრამ გადასარევი. შანსი არ არის არ ემოქმედა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილებას, ხომ? და სხვათა შორის იმოქმედა კიდეც. ყოველგვარი აჟიტირებული უსამართლო დამოკიდებულების და ყურადღების გარეშე, რომლითაც გვანებივრებდნენ სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის ყოველივე წელიწადს და დღეში ორჯერ სამჯერ საქართველოს ეძღვნებოდა რაღაცა სიგიჟე პრესკონფერენციები და მეთიუ მილერს ეზრდებოდა ცხვირი ყოველ პრესკონფერენციაზე. და ეს კარდები საელჩოსი სასწაული რაც წერებოდა. სიწყნარია რა. აი როგორი დამამშვიდებელი სიწყნარია იცი? როდესაც ამის მოსწავლებელი არა ხო? ამ სიწყნარეში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ამერიკის ელჩი გააგზავნეს პენსიაზე, გამოიწვიეს აქედან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა დიპლომატი ქალბატონი თამარი დაინიშნა ამერიკაში საქართველოს ელჩად და სხვათა შორის ერთი უილკინსონი თუ ვილსონი თუ შერჩათ მათ, ხომ? ქალბატონ თამარ ტალიაშვილს აი თვე არ გადის მის Facebook ვერც თუ გაეცნობით, რომ ახალი მეგობარი სენატორი, ახალი მეგობარი კონგრესმენი რომ არ შეიძინოს ჩვენთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო, ხომ? მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ რაღაცა საქართველოს დამანგრეվել მეგობარი აქტის შემოღებას, რომელიც საერთოდ გაფლავდა, ჩაფლავდა და ჩაშილაფლავდა ისე, რომ განსახილველადაც კი არ მიიღეს, ხომ? წყალში ჩაიყარა ეს იმედები, რომ საქართველოს დაждიდნენ ფინანსურად, სანქციებით, ბიძინა ივანიშვილს გაწუდებოდნენ მე რამდენად უკვე, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფიქცია, ახალმა ადმინისტრაციამ ხმა არ ამოიღო მსგავს თემებზე. არც ერთი ხმა არ გამოუღია ამ 25 წლის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების კვალობაზე, რასაც ქვია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელშიც მე მონაწილეობდი როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი და შენ მონაწილეობდი როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომწოდებელი, ხო?
აი და ერთი სული მაქვს დამირეკეს რომ წავიღო ზუსტად ეს ხო დღეს წავიღე და წამოვიღებდი 2 ეგზემპლარს მაგრამ იქ სპეციალურად წასვლად ღირს იმისთვის რომ ის მიიღო ის ჯილდოსავით მიიღო რომელიც ნებისმიერ ჩვენს ოჯახებს შემორჩება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ლამაზი და საშინელი წასაკითხი მასალების სახით ხო? კი ბატონო წარმოიდგინე მეთიუ მილერის გაგრძელებული სახე ის რომ ყოფილიყო დღეს სახლდეპის სპიკერი 6 თვე მიმდინარეობდა კომისიის მუშაობა დღეში 5ჯერ რა ტექსტებით შეამკობდა ჩვენს მუშაობას ნუ ამის წარმოდგენაც კი არ მინდა ერთხელაც არ უხსენებია სახლდეპის ოფიციალურ წარმომადგენელს რომ ან რადგინდოდათ ეს კომისია ან რას ემსახურება ან როგორ არ აქვს ხვენიათ და ამისთვის დაგждით ეს ყველაფერი ხომ არის ახალი ქართულ ამერიკული ურთიერთობების აი უბრალოდ ხელის გულზე დევს ტრანსფორმაცია და რეინკარნაცია და გაცილებით უფრო რთული და მძიმე სამუშაო აქვს სახლდებს და ცხადია რომ ის რაც ტრამპმა არაერთხელ თქვა რომ ამ ომს დაასრულებს უნდა დაასრულონ ეს ომი ამისთვისაც არის ზუსტად ეს ამდენი გახშირებული ჩასვლები მოსკოვში და მოლაპარაკება რაღაცით უნდა დამთავრდეს და მე და შენ მაინც გვეძახიან რომ მოცნების პროპაგანდისტები ვართ და ადრე ვფიქრობდი რომ ნუ აი რატო ამბობენ და ახლა ვფიქრობ კი ბატონო თქვან იმიტომ რომ თუ მე ვამბობ იმას რაც არის რეალურად და რასაც მე ვხედავ დაარქვან პროპაგანდა ამას ყველაფერს ვთქვათ რომ ოცნების გუნდმა ძალიან ღირსეულად გაიარა ეს წელი არა მხოლოდ ეს წელი იყო აი იმ წინა 4 უმძიმესი წელიწადის ასე ვთქვათ დამამშვიდებელი დასკვნების გამომტანი პერიოდი, როდესაც მე და შენც გვეშლება ხოლმე მე-5 თუ მე-6 სერიოზული მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების ხომ იქნა მოგერიებული ამ ქვეყანაში, როდესაც თავისით მართლა ჩაიფუშა ის რაღაცა უაზო პერფორმანსი, რუსთაველი გადავკეტოთ და ამით ვიქნები, ამით შევალთ რაღაც 64-ში და დავამარცხებთ ჯოჯოხეთს. აი ამ პროცესებმაც ისე ჩაიარეს ხო ყოველგვარი შედეგის გარეშე რომ აბსოლუტური მარგინალიზაცია მოხდა თავისით თითქოს ხომ იმ პროცესების რასაც აგულიანებდა და აძლიერებდა წინა ადმინისტრაცია ამერიკის პირველ რიგში დაფინანსებით. აი ხომ შეეტყო, ხომ დაეტყო რომ რაღაცა ნაკადები აღარ შემოდის საქართველოში, ვინაიდან ერთ-ერთი პირველი დანაპირი, რომელიც მართლა შეასრულა ტრამპმა, ეს იყო USAID-ის და NED-ის და Soros-ის ფონდის მეშვეობით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, აი ამ რევოლუციებისთვის და გადატრიალებისთვის და რაღაცა ფერადი სიგიჟეებისთვის წამოსული თანხები, ხომ? მე რა მინდა იცი გავხსენო ერთ-ერთი შეკრება ოცნების მელიქიშვილზე, სადაც აი რამოდენიმე ადამიანი პრაქტიკულად ალყაში ვიყავით მომწვეული და ნუ არ ვიცი როგორ გამოვედით იქიდან და მე არ დამავიწყდება პრემიერის სიტყვები, რომელმაც თქვა რომ არ აყვეთ აგრესიაში, არ შეხვიდეთ დაპირისპირებაში და ძალიან რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ფაქტია რომ ვითხრა ამ ადამიანმა და ეს ყველაფერი ნელ-ნელა თავის თავს მოჭამს და ჩვენ რას ვხედავთ დღეს აი რომ გინდოდეს გაანალიზო თქვათ ის ფლანგი რას აკეთებს ის ფლანგი იმდენად დაკნინდა დაჩიავდა მარგინალიზაცია განიცადა რაღაცა უტილიზაციის პროცესია სრულად და ნახე რა შეცდომაში შედის ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი ნაწილი ხაზი გაუსვათ ამას როდესაც დაინახეს რომ დესტრუქციულმა და რადიკალურმა ფრთამ, ხომ, რომელიც საკუთარ თავს ატომღაც პოლიტიკოსებს და ოპოზიციას უწოდებს, ხომ, რომ ის მართლა გაქრა, აი ჰორიზონტიდან გაქრა, პოლიტიკური ველიდან გაქრა, იმის მაგივრად რომ კონსტრუქცია ააგონ და არქიტექტურა ააგონ რაღაც პოლიტიკური და პარტიული ტიპის წარმონაქმნის შექმნან რადიკალიზაციის გზას დაადგა ის მეორე
ნაწილი პოლიტიკური სპექტრის და ჩვენმა საზოგადოებამ იმ მეორე ნაწილსაც ძალიან კარგად უპასუხა, რომ ჩვენ გადავიღალეთ რა. მოდით რა, ნუ გვაშინებთ იმ შავი კატით ბნელ ოთახში, სადაც ის კატა არ არსებობს რა. არც ის ოთახი არ არსებობს. დაუპირისპირეთ რა, იმ პრობლემებს და ამაზე ამ სტუდიიდანაც არაერთხელ გვისაუბრია. იმ რეალურ პრობლემებს დაუპირისპირეთ რაღაცა კონსტრუქციული ხასიათი თქვენი პოლიტიკური მსჯელობისა, სადაც ჩანს ხომ რომ ქართული ოცნების ყოფილი ჩინოსნების თუ მაღალ ჩინოსნების წიაღში სამწუხაროდ ის მანკიერება, რასაც ქვია ვერცხლის მოყვარეობა, რასაც ქვია ნეპოტიზმი, რასაც ქვია კორუფცია, რასაც ქვია სხვა დიდი უბედურება, ხომ? ნუ ვერ ამოშალა ამ რაღაც ვერც გეტყვით, აი საბჭოთა ადამიანებს არ მინდა მაგრამ იმ საბჭოთა მენტალობას ვერ ამოჭამა საკუთარ თავში ის მდობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აი უხვად ქონდა ყველას მიცემული, გინდა თანამდებობრივად და გინდა ამ ქვეყანაში რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მაგრამ ნუ ვერცხლის მოყვარეობა მათში გადაჭამა და გადაჭარბა ეს ყველაფერი დანარჩენი. და იცი ეს რა ფონზე? ამას ყველაფერი. დათო, ეს რა ფონზე ხდება, უყურე? 2011 წლამდე რა იყო და როგორ იყო, ვიცით გადასარევად, მაგრამ ის რომ ჯარი ჩაცმული იყო, პოლიცია, ეს ყველაფერი ძალიან ბევრი სიკეთე ბიძინა ივანიშვილს პირადად აქვს გაკეთებული, ხო? ეხლა ადამიანები ნამდვილად არ არიან სულელები და ჩვენი ხელწამოსაკრავი, ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არ არის. და მე მინდა ლოგიკაში მოყვე და რას ხედავენ უკვე 2012-დან, ხო, ადამიანი მოვიდა პირველ პირად ქვეყანაში. დაალაგა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა თავისი ბიზნესისთვისაც, პირადად თავისი ფინანსური, რა ვიცი, დაკნინების ხარჯზე მოახერხა ქვეყნის გამოყვანა, ხო? დღეს ბევრი ჩინოვნიკია, რომელსაც არც ნაკლები აქვს, ხო? იგივე სააკაშვილს, რომელიც ისაწყლებს თავს, ისიც საკმაოდ მდიდარი ადამიანია, ხო? აი ამ ლოგიკას, როდესაც უყურებს და მიყვება მაყურებელი, როდესაც უყურებს, რომ შვეიცარიის ბანკი როგორ მოიქცა, რომ ჩვენ არ გავიწირეთ რეალურად, რომ ერთ დღეს არ მობეზდა, თუმცა ამასაც წერდნენ ვითომ ანალიტიკოსები, რომ ჩემოდნები ჩალაგებული აქვს, სურათები მოხსნილი აქვს, უკვე მიდის, აი ახლა წავა ბიძინა ივანიშვილი და ნახეთ რა მოგივა, ხო? უყურებდნენ ერთის მხრივ ამას ადამიანს, რომელიც არ გვტოვებს განსაცდელში. და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც მიჩვეულები რაღაცა დავიწყებთ ამ ქვეყანაში პირველი პირი ან გაიქცევა, ან გამოიქცევა, ან გაგიჟდება, ან მართლა სისულელებს აკეთებს. აი ამას ხედავდნენ. და ალბათ იმიტომაც არის გადაიღალა ხალხი. ხა მე გეტყვი ჩემ პირად ექსპერიმენტს ხა. მე გასაგებია რომ მიყვარს წერა, მე დისერტაცია დაცული მაქვს მხატვრული ნაწარმოებების აგებულებაზე. პუბლიცისტიკა ჩემია. და დავიწყე ამ ბოლო პერიოდში და ვიცი რომ შენც ჩემი აქტიური მკითხველი ხარ, პუბლიცისტური ჟანრის წერა. თუნდაც იმ ყოფაზე რომელიც ჩვენ გარშემოა. ოღონდ არა დამთრგუნველი, არა პირიქით, იმ რომანტიზმით წარსულის, იმ რაღაც ლამაზი ამბების და დათო, როდესაც ვხედავ, რომ 3, 4, 5,000 მოწონება, 10,000 ვიდეო, რომელიც არის გაწონასწორებული თბილი, რბილი, ტკბილი, იმას აქვს 9 მილიონიანი ნახვები. არავის აღარ უნდა, არ ჩენი აგრესიული პოსტი, არ ჩენი წყევლა, არ ჩენი კრულვა და რეაგირება აი ამაზე ხალხს აღარ უნდა. აი აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი. კი ბატონო, და ხალხი და საზოგადოება უკვე რეალურად ხედავს, წარმოიდგინეთ თებერვალში 4 წელი და მე-5 წელიწადში ღმერთს არ აქნას რომ გადავიდეს, მაგრამ დიდი ალბათობაა, ხომ? რომ უკრაინაში მიმდინარე კოშმარმა გადაიაროს ეს 4 წლიანი რაღაცა საკრალური პერიოდი, 4 წელი იყო მეორე მსოფლიო ომი, რა წარმოიდგინე და უკრაინის ომი მიმდინარეობს 4 წელიწადი. თავისი ნგრევით, თავისი ასობით, ათასობით მსხვერპლით, მილიონობით მიგრანტით, შიდა მიგრანტით და გარე მიგრანტით, ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება უყურებს. ხომ უყურებს რა მართლა მარგინალურ კვაზი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ის ნაქები მოლდოვა, ხო, რომელსაც ყოველთვის ყოველჯერზე რაღაცა გვადარებენ რაღაცა, ხომ? მოლდოვას და უკრაინას თავი გავანებოთ, კაცო, ბრმები ხომ არა ვართ, ხომ ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში. ევროკავშირში ხდება სასწაული კოლაფსი, კრიზისი, ეკონომიკური ხასიათის, პოლიტიკური ხასიათის და აი ამ დღეებში სუის მახსენდება
ლიტერატორი ხარ შენ და პუბლიცისტი და ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები ხომ ოსტატი და მარგარიტა, როდესაც ვოლანდი წინასწარ მეტყველებს კომუნისტ მწერალ ბერლიოს ეუბნება რომ საღამოს შენ თავს მოგაჭრიანო და ის ეხუმრება და ვინ მომაჭრისო თეთრი გვარდიელებიო არა ეუბნება ვოლანდი კომკავშირელი ქალბატონი გოგონაო გაიგე აი ყველასგან მოველოდი ტრიგერს ხომ იმ ევროკავშირში აი ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენებისა ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან რა აი სწორედ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აიღო თავის თავზე იმ კატალიზატორის და ტრიგერის როლი არა ორბანმა არა ფიცომ არა სხვა ვიღაც კონსერვატორებმა პოლონეთიდან თუ ჩეხეთიდან ბაბიშმა და ასე შემდეგ აი აიღო თავის თავზე ბრიუსელში შუა ევროპაში აი შუა გულში ამ ევროსაბჭოთა კავშირისა და თქვა ხალხო რას ისულელეს ვაკეთებთ რას ყინავ როგორ ყინავ შენი გადაცემა დაიწყე იმით რომ პარიზში აგერ იღებენ რუსეთის კინემატოგრაფიის ნიმუშებს ერთკვირიანია ნელ-ნელა და ჩუმა და ამასაც ჩვენი აკაცუკების ტელევიზიები ხომ არ იტყვიან ნელ-ნელა წლების განმავლობაში შეჩერებული ამა თუ იმ სპორტულ ფედერაციებში უფლება რომ დროშის და ჰიმნის ნელ-ნელა ეს დაუბრუნდა მაგალითად ძიუდოს სადაც უკვე საერთაშორისო ტურნირებზე უკვე ჰიმნიც ისმის და დროშაც და ასე შემდეგ ხომ ხვალ ფიგურულ სრიალზეც საუბარია რომ ხვალ იქაც დააბრუნებენ არა მხოლოდ დროშას ჰიმნს თვითონ რუს სპორტსმენებს რომლებიც არიან ნუ არ ვიცი ისტორიული ჩემპიონები სპორტის აი ამ სახეობაში და ასე შემდეგ არაფერს არ იძახიან იმაზე ბალტიისპირეთის ეს კვაზი სახელმწიფოები ასევე რუსეთში რეექსპორტის რომელ დარგში არიან ლიდერები ხომ დღეს და რაღაც ღვინის შეტანა იქნება თუ ალკოჰოლის სხვა ნაწარმოებისა ნუ მოკლედ აი როგორ გითხრა რა აი ეს ორმაგი სტანდარტი უკვე იმდენად ამოუვიდა ხალხს ყელში თვითონ ევროპაში და ჩვენც ხომ ვხედავთ რომ ჩვენ თვალწინ იქმნება ახალი ცენტრი, ცენტრალური ევროპა დავარქვათ ამას თუ აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც მართლაც იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ ხვალ ზეგ იმ ჩვენთვისაც იქნება ძალიან საინტერესო მიმზიდველი მათთან ინტეგრაცია ნებისმიერი ეკონომიკური პირველ რიგში, ხო? და ის რამაც დრო მოჭამა და სხვათა შორის ვის ხელში მოჭამა დრო, მოდი ჩამოვთვალოთ. ეს არის ორი ფრთა. დააკვირდი, ერთი არის რაღაც კორუფციის ფრთა, ოფიციალური კორუფციის საქმეებზე უსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაერთი გამოძიება, ხო? და მეორე კაია კალასი საოცრება. ეს არის მეორე ფრთა. ესენი არიან საბჭოთა ფუნქციონერების წარმატებული მაჟორი შვილები. ეს იქნება კაია კალასი, რომლის მამა იყო ესტონეთში საბჭოთა ფუნქციონერი. ეს არის მარტა კოსი, რომლის მამა იყო იუგოსლავიის კგბ-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ეს არის ლიეტუვას მოქმედი პრეზიდენტი ნაუსედა, რომელიც საბჭოთა ნომენკლატურა საბჭოთა, რომელიც კომუნისტურ პარტიაში საბჭოთა კავშირის ხომ ჩვენი დავით უსუფაშვილის არ იყოს, რომელიც 9 აპრილის შემდეგ შევიდა იქ. მანაც ზუსტად 99 წელს შევიდა კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და ეხლა ვიღაცას თუ ჯერა რომ ესენი არიან რაღაცა შუქურები დემოკრატიის თუ რაღაცა ევროპულობის თუ ევროპული ტრადიციების მატარებლები, ნუ მოდით ერთად გავიცინოთ. ხო, აი მართლა ბრიუსელმა ამას გასცა პასუხი საოცარი და მე იმედი მაქვს რომ ეხა ეს ინფორმაცია არ დარჩება მხოლოდ ამ სტუდიაში და ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეხა ბრიუსელი იმთავითვე არც იყო ხელწამოსაკრავი და აუცილებლად იწყვეტას თავის სიტყვას, ეჭვარავის არ ეპარებოდა, ისევე როგორც ეხა საფრანგეთი ამბობს თავის სიტყვას, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მოდით რომ ვთქვათ მაინც გერმანია, იმიტომ რომ მერცი პინოქიო უწოდეს და ძალიან დასცინიან უკვე და ძალიან ისეთი მართლა როგორ ვთქვა პოლიტიკურად არასახარბიელო ადამიანი არის. აი ვინ შეიძლება და ყოფილიყო იმაზე უარესი, ვინც მისი წინამორბედი, მაგრამ აღმოჩნდა რომ უარესზე უარესი არ ილევა, ხო და გერმანიაც თავისთავად აი ესეთი ბრწყინვალე ქვეყანა, რომელიც ასეთ სულელურ აი ხა სკანდალშია გახვეული, ხო?
ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. რას ფიქრობ? აი ხა რა შემდეგი ნაბიჯები რა იქნება? აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ის სტაბილიზაცია, რომელიც არის, უფრო და უფრო გაამყაროს, საერთოდ შეკითხვები არ დატოვოს. აი როგორ ფიქრობ, რომელი ინსტიტუტები უნდა წამოწიოს? რა უნდა მოხდეს? უფრო საინტერესოდ რომ იყოს მუშაობა და არა ვაღიარებთ, ვამბობთ, დიახ, კარგად გაგვატარეს ეს პერიოდი. აი შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს? ამას ჩაიყარა საფუძველი 2025 წელს, როდესაც გააქტიურდა ჩვენი სამთავრობო ძალისხმევა ისეთ სასიცოცხლო ფრონტებზე, როგორიც არის მაგალითად ცენტრალური აზია, რომელიც მარტო საქართველოსთვის კი არ არის საინტერესო მიმზიდველი, არამედ არ დაგვაუწყდეს, რომ წელს სერიოზული სამიტი ჩაუტარა დონალდ ტრამპმა თეთრსახში ამ ხუთივე რესპუბლიკის ლიდერთან, ხომ? რომლებთანაც ძალიან საინტერესო ორგანიზაცია ერთიანებს ამერიკას, რომელსაც ქვია C5+1. ის +1 არის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები, ხომ? ეს არის ის მიმართულება, საერთაშორისო პროექტების, ენერგეტიკული, რა ვიცი, სატრანზიტო, მაგისტრალური, ინტერნეტ, დენი, რომლითაც საზრდოობს ჩინეთი, რომელსაც არ შეუწყვეტია ევროკავშირთან თავისი ეკონომიკური ურთიერთობები და უბრალოდ ელოდება, ჩემის აზრით, იმ გაუფასურებას ევროპული აქციების და მის სრულ გაკოტრებას, რომ იაფად კი არა, შეიძლება უსასყიდლოდ ჩაიგდოს ხელში ძალიან ბევრი რამ, რასაც ისედაც ჩუმჩუმად აკეთებს. მთელი რიგი პორტები და ნავსადგურები, ხომ, ევროპული, ის რომ ჩინეთის ხელშია უკვე თავისი აშენებით თუ მენეჯმენტით თუ რაღაცა, ხომ, ამაზეც თქვენ ვერ გაიგებთ ვერაფერს. ჩინეთი უკვე რაღაც სხვა საუკუნეშია რეალურად. ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ მხარეს ვემხრობით, საიდანაც საქართველოსთვის მოდის სტაბილურობა და რასაც საქართველოს პასუხობს მშვიდობით, რაც ძალიან დაფასებულია. დღეს ჩვენს გარშემო, ხო, ზევით, ქვევით, გვერდით რომ გადახედო, ყველაზე დიდი ფასი აქვს მშვიდობას, რომელსაც ჩვენ ვინარჩუნებთ უკვე ამ ხელისუფლების პირობებში უკვე მე-13 წელიწადია. ხო, უპრეცედენტო რყევების აბსოლუტური უპრეცედენტო, თქვენ აი მთელი თითქოს მართლა ლუციფერი და ის ბიბლიური გოლიათი აი ამ პატარა დავითს წინააღმდეგება ამ მთელი უკანასკნელი წლების განმავლობაში და ჩვენ ამ ყველაფერს ვუძლებთ და მინდა კიდე გითხრა ოცნებამ იპოვა თავის თავში ძალა რომ ის მინისტრები ვთქვათ ის ადამიანები რომლებიც ვთქვათ მოდი ასე ვთქვათ, პატარა ქვეყანაში ცხოვრობთ. ხო, ყველა მიცის ვინ რას აშავებს და ვინ რას აფუჭებს. და ეს მუარული ხმები რო აი მაინც არაფერი არ გამოვა, თუ ფული არ მიიტანე, თუ ქთამი არ მიიტანე. მაგალითად ის რომ რამოდენიმე დღის წინ ეს ჩავარდნილი მაგისტრალი გაიხსნა გურიაში, რომელიც მართლა კოლაფს ქმნიდა მთელი ზაფხულის განმავლობაში, მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ უბრალოდ აი ესე აიღო და ჯიბეში ჩაიდო ის ფული. კარგია რომ იპოვეს თავის ძალა და გამოასწორეს, წლები არ დაჭირდა ამას ყველაფერს და ისე ვამთავრებთ აი წლის ბოლოს რომ როგორც იქნა ის რაღაცა ლაფსუსები რომელიც არის და რომელიც იმიტომ არის რომ ცალკეულ ჩინოვნიკებს გადაცდომა ჰქონდათ არ დააფარეს ხელი და ეს კარგია. აი ვინმე შეუძლია შეგვახსენოს ჩვენ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ან პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრი, სააკაშვილის გადაცდომაზე რა. ხო არ ვამბობ ჩასვეს ციხეში თუ რაღაცა სასამართლო პროცესამდე მივიდა საქმე, ბრალი წაუყენეს ვინმეს. ეს ხომ იყო აი კორპორაციული რაღაცა აი აფარებდნენ ერთმანეთს ხელს და დღესაც აფარებენ ეს უკრაინაში იქნება გადახიზნული მათი ნაწილი თუ საქართველოში არის. მან იცი რა სულ მგონია რომ უპრინციპო ადამიანებთანაც გვაქვს საქმე სხვათა შორის არ შემიძლია არ ვთქვა ალბათ ამას პირდაპირ ეთერში პირველად ვამბობ გახარიას პარტიაც რომელიც შევიდა პარლამენტში ერთ-ერთი წევრი რომელიც იქ არის ძალიან ახლოს ვიცნობ პრაქტიკულად ჩემი სტუდენტი იყო და მახსოვს როდესაც ეს მოხდა საზარელი ფაქტი, როდესაც გოგონა თვალის გარეშე დარჩა, მაშინ მომწერა, რომ აი თქვენ რადგან ამ თავრობას მხარს უჭერთ, მე კი ვიყავი თქვენი სტუდენტი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა ვერ გაგრძელდება. დღეს ეს ქალბატონი
ზუსტად იქ არის წარმოდგენილი როგორც გახარიას პარტიის ფლაგმანი. აი, უპრინციპო ადამიანები არიან და იქნებიან ყოველთვის და მართლა მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ და მადლიერები ვიყოთ, რომ აფასებენ იმ ადამიანებს, ვინც დასაფასებელია. მე და შენ მონაწილეობდით აი ამ წინასაარჩევნო კამპანიაშიც და გვახსოვს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც, როდესაც სადაც მე და შენ ვიყავით, იქ იდგნენ ხრცოვანი ექიმები. ეს ის თაობა, რომელიც მამაჩემის სამეგობროა და ბიძინა ივანიშვილის მათ მიმართ ურთიერთობა, მოფერება, დაფასება, ჩვენ თუ არ გვექნა რეაქცია შეცდომებს და გადაცდომებს, რომელიც ხდება და არ დავაფასეთ ის ადამიანები, ხო, ის, რა ვიცი, აქსაკალები მართლა საქართველოს მედიცინის, კულტურის, რასაც თქმა არ ჭირდება ბიძინა ივანიშვილი ისედაც ყოველთვის აკეთებდა, ხო? მაშინ ჩვენი ფასი ნამდვილად კაპიკი იქნება. ეს პროცესი მიდის, მტკივნეულად მიდის, შიდა მტერი ბევრი გვყავს. რაღაც აი მართლა თითიდან გამოწვეულ თემებს პოულობენ და იმაზე სკანდალს აგებენ და მე ხა მჭირდება და ამ ყველა მასალას უყურებ და მე ვფიქრობ, ნუ ნამუსი არ გაქვს აი. აი ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ალბათ ჩვენს ადგილზე მყოფი პატარა სახელმწიფო რომელმაც გაიარა და გამოიარა პანდემიის ურთულესი წლები და პანდემიის დასრულებისთანავე ჩავარდა ახალ უბედურებაში, რასაც ქვია აი ამ ზუსტად გახარიას ღალატი, რასაც ქვია ეს 5-6 გადატრიალების მცდელობა და ასე შემდეგ. აი სხვა ქვეყანა ამ ყველაფერს ალბათ ვერ გაუძლებდა. ალბათ ამაშიც იყო გათვლა. რომ არ ყოფილიყო ხომ საქართველოში. დღეს განა მე არ მინდა, ან შენ არ გინდა რომ პენსიები უფრო მკვეთრად და სწრაფად იზრდებოდეს, სოციალური დახმარება იზრდებოდეს, უმუშევრობა უპატრონო ბავშვები არ იყვნენ, ბევრი რამე გვინდა. უმუშევრობა უფრო სწრაფი ტემპებით, მაგრამ აი პარალელურად ხომ რასაც ვაღწევთ ხომ ეს არის ჩემთვის რაღაცა სწავლი. იმიტომ რომ პარალელურად რასთან მქონდა საქმე, ხომ? აი ეს არის უბრალოდ განიავება იმ პოტენციალის, ეკონომიკური მათ შორის და სტაბილურობის პოტენციალის განზრახ განიავება და დარტყმის მიყენება ამ სახელმწიფოზე, იმ პენსიონერებზე და იმ სოციალურად დაუცველ ფენაზე, რომ აი ეს ბრძოლა, შიდა ბრძოლა და გარე ბრძოლა ვისთან? ამერიკის ადმინისტრაციასთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, შვეიცარიის საბანკო სისტემასთან, ლალი. აი ეს ყველაფერი, ხო? ამით ვიყავით დაკავებული უკანასკნელი, აი 5 წელიწადი, ნუ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ხო? აი ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ტემპი განვითარების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მატერიალური განვითარების ტემპი იქნებოდა არნახული. ჯერ კიდევ ზაფხულში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამოაყირავებდნენ ქვეყანას. იმიტომ რომ ის წინადადება, ხო, ის უღირსი წინადადება, თუნდაც რაც მე პირადად მივიღე, ეს იყო გადაბირების ცდელობა და მე სხვათაშორის ვიცი რამოდენიმე ადამიანი ჟურნალისტი თვალსა და ხელშუარო შეიცვალა. და ვიცით ჩვენი ფასი, ასე ვთქვათ, ვინ რამდენი ვღირვართ და ვის რამდენს გვიხდიდნენ ამაში, ხო? და მცდელობა იყო. ჯერ კიდევ შარშან დარწმუნებულები იყვნენ. ახლა რა თქმა უნდა შეცვლილია, მე იმ ადამიანებთან ახლაც მაქვს ყოველ შემთხვევაში გამარჯობა ნახვამდის კონტაქტი და სულ სხვანაირად აქვს რიტორიკა შეცვლილი, აბსოლუტურად სხვანაირად არიან და რაღაცნაირად თითქოს მიბოდიშებენ, რომ არა მაშინ ჩვენ ასე გვეგონა, მაგრამ ბევრს ეგონა ასე და ბევრს ეგონა რომ ამ ქვეყანას ამოაყირავებდა. ხანდახან მგონია რომ უკრაინა იმიტომაც გაიწირა რომ პეჩორის ლავრაში კარი დახურეს, რომ რა ვიცი სარუსკი პოტ გადააქცეს, ხო? და ჩვენთან აი რაღაც ეს ქრისტიანული მორალი, ეკლესიასთან ასე ახლოს ყოფნა, აი ეს ყველაფერი თითქოს უხილავ აი ესეთ რაღაცა დამცავს უკეთებს ჩვენ ქვეყანას. პირდაპირ ვთქვათ რა, ღვთისმშობელი ავტოვებს ამ ქვეყანას. მიუხედავად ჩვენი აი ესეთი სიჯიუტისა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვითონ ზურგს ვაქცევთ იმ ზეცისკენ და იმ უფლისკენ, რომელსაც ერთი წამით არასდროს არ მიუტოვებია საქართველო, ხომ? იყო პერიოდები განსაცდელი მოდიოდა ისევ ჩვენთვის იმისთვის რომ გაკეთილ შობილება დაენახა ჩვენი უფალს და ჩვენს ნაკლოვანებებზე და ჩვენს ცოდვებზე უფრო კარგად გვემუშავა. აი 26 წელი მოდის და გინდა არ გინდა ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ფაქტორი ხომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს მთელ მსოფლიოზე, ევროპაზე, მათ შორის საქართველოზე. აი მე რამოდენიმე უბრალოდ თარიღს დავასახელებ მოკლედ. 31 იანვარს 2026 წლის ხდება
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტების წარდგენა თუ წარდგენა და კარგად ვიცით ვისაც უნდა და ძალიანაც უნდა ეს ერთი 4 ივლისს 2026 წლის იქნება 250 მოგვალი თარიღი 250 წელიწადი ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა. უნდა ამ ამბიციურ დონალდ ტრამპს ახლა ამ დღისთვის მართლა გადააქციოს ამერიკა კვლავდიადად, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სექტემბერ-ოქტომბერში მას ელოდება ურთულესი კონგრესში შუალედური არჩევნები. სადაც რესპუბლიკელებმა უნდა დაამარცხონ თავისი ოპონენტი დემოკრატები. მანამდე მოახერხებს ამ ყველაფერს, კი? აი, ამიტომ მას სხვა გზა არ აქვს, რომ არ დაამყაროს მშვიდობა უკრაინაში, არ დაალაგოს ურთიერთობები თავის პოტენციურ მოკავშირეებთან და მათ შორის საქართველოსთან. დაიდან ჩვენ უკვე მისი საარჩევნო კომპანიის დროსაც იცის ძალიან კარგად ვის მხარეზეც ვიყავით. დათო, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული შენ პატარა გოგონებს და რა თქმა უნდა ჩვენ საქართველოს მე ამით გემშვიდობებით მომავალ წლამდე და მინდა დიდი მადლობა ჩემს ძვირფას ტელეკომპანია და რადიო კომპანია იმეც გადაუხადო იმისთვის რომ ესე ლამაზად ვითანამშრომლოთ არა მარტო ამ წლის განმავლობაში. ნახვამდის და მორუსკინას პოდკასტი იანვარში კვლავ შეგხვდებათ.